4,800 ევროზეა დამოკიდებული. 3 წლის ლუკას სიარულს ლაპარაკს და საკვების მიღება შეძლებს, თუ მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლს იქნება მიჯაჭვული და თან დამუნჯებული. ლუკას არათუ სიარული, ხოხვითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. უარესი უბედურება კი ისაა, რომ ბავშვი ერთ სიტყვასაც ვერ წარმოსთქვამს. მას ასევე არ შეუძლია მყარი საკვების მიღება. ლუკას 28 წლის საბრალო დედას ფული არ აქვს, რომ ბავშვს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტაროს საზღვარგარეთ. თურქეთის ერთ-ერთი კლინიკა გაეცნო ბავშვის მდგომარეობას და საბედნიეროდ ბიჭუნას სრულად გამოჯანმრთელება შესაძლებელია. ამისთვის კი საჭიროა ეგზომის თერაპია. ეს პროცედურა თავის ტვინის უჯრედებს გაააქტიურებს. დიახ, 4,800 ევროზეა დამოკიდებული ამ საბრალო ბავშვის ბედი. ლუკას დაიკო 5 წლის თეკლამ. ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტს კითხა: "ნუ თუმე ჩემს ზამიკოს არ უყარვარ და ამიტომ არ მელაპარაკება?" და თვალები აუცრემლიანდა. "ღმერთო, როგორი გულსატკენი იყო 5 წლის ბავშვისგან ამ სიტყვების მოსმენა." ჩემი ზამიკო ძალიან მიყვარს. მინდა რომ მეთამაშოს, მელაპარაკოს, მაგრამ ვერ აკეთებს. აი ასეთი გონიერი გამომეტყველებით უყურებდა ლუკა მის სახლში მისულ ფონდის კორესპონდენტს. ბიჭუნა თითქოს მიხვდა, რომ უცხოდეი და მის დასახმარებლად იყო მისული, რათა სრულიად საქართველოს გააგებინოს მისი ამბავი. ნუ თუ შეიძლება რომ ბავშვს, რომელიც თვალებით გვევედრება შველას, დახმარების ხელი არ გავუწოდოთ. მისი ბედი ახლა მხოლოდ თქვენს ხელშია, ღვთისმიერო ადამიანებო. აღდგომის დღესასწაული ახლოვდება. რით გადავუხდით მადლობას იესოს, რომ ჩვენი ცოდვებისთვის ეწამა, რით და მხოლოდ კეთილი საქმეებით. ლუკას გამოჯანმრთელება 4,800 ევრო ღირს. ჭუჭყიან ქაღალდს არ შევწიროთ, ბავშვის ფრიალა თვალები. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.